რადიო იმედის სტილის ეთერშია მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამშვიდობისა საქართველო, თქვენ რადიო იმედს უსმენთ და ახლა უკვე უყურებთ კიდეც იმედი ჯიზე, მაი ვიდეო ჯიზე, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს შემოგვერთა მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, ბედნიერი დილა, ბედნიერი დღე, ბედნიერი კვირა. ყველას მინდა გისურვოთ და მოდი მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის შესახებ თუ როგორ იქნება ეს კვირა, რა ტენდენციები ამსაუბრებს პირველი აუცილებელი გაფრთხილება. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ორობით ენერგოველში შედის და რას ნიშნავს ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, განწყობა უნდა კონდეს ყველას დადებითი. არავით არის, ესე იგი, მელანქოლია, დეპრესია და შენგო პირიქით დადებითი განწყობით ნებისმიერ რთულ პერიოდს ნებისმიერი ადამიანი კარგად გაივლის. მე გაძლევთ ამის გარანტიას. ამიტომ შევთვალოთ პირველი იმაზე, რომ განწყობა იყოს დადებითი, ჩვენ ესე იგი არაშეშინების ტაქტიკა ვაკ არამედ გაფრთხილების, რო არის გასაფრთხილებელი რაღაც მომენტები, მაგრამ თუ განწყობა გვექნება დადებითი, ამ პრობლემურ ტენდენციებს და ენერგიებს შედარებით შვიდად და კარგად გაივლით. აი ამაზე შევთვალოთ. ახლა მოვიტახოთ რატო დამჭირდა ეს წინასიტყვობა? იმიტომ დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ესე დროს და თანაც შორის ძალიან სერიოზული ცვლილება ახლა მოსაოდნელი ამინდის. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ინფექციური გარკვეული დაავადებების აფეთქება. ამასთან ერთად ეს არის ის პერიოდი, რომლისთვისაც შეიძლება ზოგიერთი მოლაპარაკება ისე არ წავიდეს როგორც თქვენ ეს ვსურთ, ზოგიერთი იდეის რეალიზაციას გარკვეული სირთულეებით შეექმნას, ურთიერთგაგება ცოტა შემცირდეს. ანუ ეს ყველაფერი არის, მაგრამ ახლა ჩვენ ადამიანები ვართ, ცხოვრობთ, ხან ესეთი პერიოდია კარგი, ხან ცუდი, ამას უკვე 100 თუ ისე შეჩეულები ვართ. ახლა აი ტენდენციებს, რომელსაც ჩვენ დღეს ხაზს გაუსვავთ, ხალხში დინებები ქვია ამ ნეგატიურ ტენდენციებს, ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ, რომ ამას გვერდია უაროთ და მაშინ უკვე დადებით ელფერ შევძენთ თლიანად კვირას. ეს არის ჩვენი ამოცანა ამ პერიოდში. როდემდე ვართ უარყოფით? ეს უარყოფით ენერგოველი იქნება დაახლოებით 2 კვირა. ამიტომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ აი ამ თვალსაზრისით, რომ არ გავცივდეთ, ცოტა ტრაუმატულ ტენდენციებს მოვერიდოთ, კონფლიქტებს მოვერიდოთ, საქმეთა გარჩევას და ასე შემდგომ ამ პერიოდში ემოცია ვაკონტროლოთ ცოტა მეტად, ჩვეულებრივზე ცოტა მეტად, ეს არის სულ. მაგრამ ახლა მთავარი მოვლენა რა არის? ხვალ არის მთავარი მოვლენა, ეს სამშაბათ დღეს 18-ში აქ მზე გადადის 1 თვით უკვე თევზების ზოდიაქოში. ანუ 13 საათზე 8 წუთზე ხდება ეს მოვლენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც ელოდება პატარებს, ბავშვს, მოდი მათ საყურადღებო თქვათ, ხვალ 13 საათიდან 8 წუთიდან დაიბადებიან უკვე თევზების ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულები. მაგრამ 7 წუთზე ჯერ კიდევ მერწყულია. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ეხლა დიდი განსხვავება ხასიათში მათ შორის არ იქნება, მაგრამ ზოდიაქოს ნიშანი რადგან ბევრს აინტერესებს, 7 წუთზე დაავადებული მერწყულია, 8 წუთზე უკვე, მოდი ასე ვთქვათ, თევზები. ეხლა თევზებში გადასვლა მზისა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, 1 თვე იქ იქნება და ეს ნიშნავს რას? თევზების ენერგია მოდის დედამიწას. თევზები წყლისტიქია, ამიტომ მას მოაქვს თავისი წყლისტიქიისთვის დამახასიათებელი კარგი და ცუდი თვისებები. ცუდს მაქსიმალური კონტროლი დაუწესოთ ხასიათში, თუ იგრძნით თქვენში ეს გავლენა, კარგი მაქსიმალურად გამოვავლოთ. რა ახლა კარგი დავიწყოთ აქედან. ემოციურობა, გზნობიარობა, რომანტიულობა, ადამიანობა, სენტიმენტალურობა, მოდი ასე ვთქვათ, ეს თევზებია. თევზები ყველას დიდი ქველმოქმედია, გულმოწყალეობის არნახული უნარია. პლუს ამას ღრმა ინტუიცია. აი, ჩემი ხშირი სტუმარი ვინ არის თევზები? ძალიან აინტერესებს ყველა სახის ეზოთერიკა, ასტროლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგიური ნიშანია, რწმენის ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს მის ცხოვრებაში. უდიდესი ხელოვანი, პოეტი, ლიტერატორი და შემოქმედი. ვაი, მიქელანჯელოდან დაწყებული და ლადო გუდიადელშვილი დამთავრებული, ან თუ გინდათ აგერბათონო ვახტანგ ჭაბუკიანით მოცეკვავეები ძალიან ცნობილი. ამიტომ ხელოვნების ნიჭი გაეფურჩქნება ძალიან ბევრ ადამიანს ამ პერიოდში, შემოქმედებითი ნიჭი. ამის გარდა ეს ნიშანი, რომელიც გვაძლევს გადასარევ, ასე ვთქვათ, ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ სასტუმროების ბიზნესში. სასტუმრო, მგზავრობა, მოგზაურობა, ეს თევზების პრეროგატივაა. აქაც ეს სფეროები სხვა შორის გაიხარებენ და გაძლიერდებიან და მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს პოზიტიური თვისებები მაქსიმალურად წამოწევთ ამ პლანზე. ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი. ეს თევზებია. მაგრამ ახლა ვნახოთ რა გვარყოფთ. არის მიმართ კონტროლია საჭირო, სტრეს ენერგიებიც მოდიან. პირველი ცოტა მოტყუებისადმი მიდრეკილება, ეს არის შესაძლებელი მატყუარ არა, მაგრამ თუ დაჭირდა
უმაღლესი არტისტული მონაცემებით იქნება შესრულებული, შესაბამისი გაფორმებით, ცრემლებით, ტრაგიკომიკული ისეთი სახით და ასე შემდგომ. ამიტომ ეს პირველი ნეგატივია, ამიტომ რაღაცა აქ რაც მოხდება ამ ერთვის განმავლობაში გადაამოწმეთ. იმიტომ რომ დაპირებები შეიძლება იყოს ფუჭი, ნათამაშები და შემდგომ თეატრალიზებული ყველაფერი უნდა გადამოწმდეს. ესე ადვილად არავის არ დაუჯეროთ სიტყვიერად, მოდი ასე თქვა და სამი ნეგატიური თვისება. ზვარდასული ფანტაზია, რომელიც გადადის ილუზიებში, ამიტომ ცოტა რეალიზმის გრძნობას მოუხმოთ უახლოეს ერთ თვეში, რომ შეცდომ არ დაუშვათ. მეორე, ფიქრები წარსულზე, გაუთავებელი, ძველი სიყვარული, ძველი ურთიერთობები და შემდგომ გაშვებული შანსები. არა, აი სწორედ რადგან რელიგიური ნიშანია, რას გვასწავლის ქრისტიანობა, ჭეშმარიტება არის ახლა და აქ. ამიტომ იღავით ახლა და აქ, თუ თქვენ უფლის მაძიებელი ხართ. წარსულზე თუ მაინდა-მაინც რაღაცა მოგაწვათ ფიქრები, ერთხელ დაჯექით თავიდან ბოლომდე, გადახედეთ მას და გადაშელით ეს ფურცელი საბოლოო თქვენ ცხოვრებაში. ნუღარ უბრუნდებით. თორეს მერე ნევროზულ სტრესულ მდგომარეობაში შეგაგდებით. და მესამე ნეგატიური თვისება ამნიშნისა ზღვარგადასული თანაგრძნობა. გადასარევია თანაგრძნობა უდავოდ, ამაზე არც არის საუბარი, მაგრამ ამ ნიშანსაა გადამეტებული. რასაც ხვები იყენებენ მის საწინააღმდეგოდ შემდგომ. ამიტომ ეს თვისებები უარყოფითი კონტროლ ქვეშ მოგცევთ. დადებითი მაქსიმალურად გამოვავლეთ. უახლოესი ერთი თვე სწორედ აი ამას გვამცნობს. ეხლა მოდი ავუშვოთ კიდევ 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს. დღეს ორშაბათს პირველი, შემდგომ 3 დღე ზედიზედ ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი. ეხლა მოდი აღვნიშნოთ რომ ას არნიშნავს რომ ყველას უნდა აწუხებდეს. დავუშვათ ზოგიერთი ადამიანია რომელიც გეომეტეო დამოკიდებულია. ან მოხუცები, ან გულსიზარღვანი სისტემის პრობლემები, ნერვული სისტემის პრობლემები. აი ისინი უფრო გზნობენ ამ გეომანტიის დაძაბულობას და გეომაგნიტურ დღეებს და ამ დროსთან მაგნიტური ქარიშხლები რომელიც მოდის მზიდან, აი სწორედ იწვევენ ამ გეომანტიის დაძაბულობას. რაც მოქმედებს პირველ შერაზე, გულსიზარღვან სისტემას და წნევას. ამიტომ თუ რაღაც უგონებობა და უშუალოდ გზნობთ რომ რაღაცა განწყობა არ გივარგა, თავი გტკივათ, რაღაც დისკომფორტი გაქვთ, აუცილებლად წნევას მიაქციეთ ყურადღება, შესაბამისი პროფილაქტიკა. წამლებით ან ყავით, რათა მოიყვანოთ ორგანიზმი ნორმაში. ეს არის სულ არავითარი პანიკა და არავითარი რამე შველება და რატოა და ხო არ მოვკვდები ზოგიერთმა რო იცით არა, ეს არა. სწორი მიდგომა და ყველაფერი კარგად იქნება. ხა რატო უსვა ამას განსაკუთრებით ხას, იმიტომ რომ თევზებმა იციან პანიკა. ჩვენ რადგან მზე ხა გადადის თევზებში, აი აქ ტრაგიკული მომენტები ყველა სიტუაციას. არა, დადებითი განწყობა, ოპტიმიზმი. აი მთავარი წამალი ამ მოვლენებისა და ამ პერიოდის. ეხლა მოდი ავუშვოთ უკვე ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივები და სად არის წყალქვეშა დინებები, აი ეს ნეგატიური მოვლენები, რის მიმართ მათ კონტროლი ჭირდებათ, რომ პერიოდმა უფრო დადებითი ელფერი შეიძინოს. აი ვერძი. თავარი პრობლემა ვერძისა აქ რა არის? მოდი ეს თქვათ, მეგობართა, პარტნიორთა ან თანაშემწეთა არასერიოზული დამოკიდებულება. საქმისადმი, საკითხისადმი, აი მათ ჰქონდათ რაღაცა დავალებული თქვენი მხრიდან, ხო? უცებ აღმოაჩენთ, რომ უპასუხისმგებლობა გამოავლინეს, არასერიოზულად მეუდნენ საქმეს, ან საერთოდ დაავიწყეთ. აი მან შეიძლება თქვენი გეგმები რადიკალურად შეცვალოს და ძალიან ბევრი ცვლილებების შესაძლებლობის წინაშე დადგებით. რამაც შეიძლება შეაფერხოს, რასკვირია თქვენი საქმეების შესაძლებლობები, ხო? ამის გარდა შეიძლება საოჯახო პრობლემებმაც იჩინონ თავი, მაგალითად საყოფაცხოვრებო პრობლემებმა, გაფუჭდეს ელექტროტექნიკა, სანტექნიკა, ამაზეც წავა თქვენი თანხები და თქვენი დრო ენერგია. ანუ აი ეს ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება ეხა ყველა ვერცხადე ეს არ შეეხება, მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება ეს იგნოს. რომ ესეთი რამ ხდება მის ცხოვრებაში და ცოტა შეაფერხოს მისი წინსვლა. მაგრამ მთლიანობაში ერგოტონოსი ამნიშნავს მაღალია, ჯამთელია, ენერგიაზეა, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, უბრალოდ გაითვალისწინოს ეს წყალქვეშა დინებები თუ ისინი გამოვლინენ. ერთი დეტალი კიდევ. ინტერნეტთან ურთიერთობა ამ კვირაში კარგია, ოღონდ გადამოწმებით. იმიტომ რომ ფეიკების ალბათობაც გაჩნდება. და ამიტომ გადაამოწმეთ, რომ რაიმე მცდარი ინფორმაცია არ იყოს და ამან არ შეგიშალოთ კიდევ დამატებით არ შეუშალოს ხელი თქვენს გეგმებს. ეხლა რაც შეეხება კუროს ერგოტონუსი ნელ-ნელა მატულობს. კურო იგზნობს ამას, რომ შრომის უნარიანობა უმჯობესდება, ცოტა უფრო განწყობა უმჯობესდება, შედარებით ნაკლებად იღლება და ეს ყველაფერი ნელ-ნელა. მინდა გითხრათ, რომ აი ადამიანს ყოველთვის ეჩქარება, როცა ამბობ პოზიტიური პერიოდია, შეიძლება ეს პოზიტიური პერიოდი თქვენ იგზნოთ მაგალითად 3, 4, 5 დღის შემდგომ, კუროებს ეხება ამ შემთხვევაში.
მაგრამ უკვე დღეიდან და ხვალიდან განსაკუთრებით ეს პროცესი იწყება. ამიტომ ნელ-ნელა ხდება ეს და არა ისე რომ უცებ დღეიდან გახდები ძალიან ენერგიული. არა. ნელ-ნელა ყოველ დღე იგრძნობთ რომ უფრო ასე ვთქვათ მოდიხარ ჯანზე. ეს ყველაფერი კარგია, უდაოდ პერსპექტივები წინ კარგია, მაგრამ აი მკვირას რადგან წყალქვეშა დინებებია და ცოტა უარყოფითი ენერგოველია, ეს ითხოვს ყურადღებას რის მიმართ, ფინანსების მიმართ. ფინანსური ხარჯი უნდა იყოს თხილი, წინდახედული, არანაჩქარევი, წინამორბედში შემთხვევაში შეიძლება შეცდომებით დავუშვათ. ეს ერთი ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებული, მით უმეტეს თუ მოდი ასე ვთქვათ, მოდის ცოტა არასამდო ადამიანებისგან. ნუენდობით და პლუს ყველა ხელშეკრულებას გადახედოთ. ხელი აფს არ მოწეროთ, მაღალი გაქვთ შეცდომების დაშვების ან არასწორი ფორმულირების ტენდენცია. რაც მერე გააფუჭებს, გინდაც ბიზნეს საქმე იყოს, გინდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო, არასწორად შედგენილი ხელშეკრულება თქვენი ერთ-ერთი ხელისშემშელი სერიოზული ფაქტორი იქნება ამ კვირის განმავლობაში. თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებთ, კვირა მიიღებს გაცილებით უკეთეს ელფერს. ტყუპებო, თქვენ ახლა ჯერ კიდევ აქტიურები ხართ, ენერგიულები ხართ, უფრო კვირის ბოლოსკენ იგრძნობთ ცოტა დაღლილობას. ცოტა შეიძლება მელანქოლიური, ასე ვთქვათ, ნოტები შემოვიდეს თქვენს განწყობაში, მაგრამ მთლიანობაში ერგო ტონუსი მაღალია. ეს ნიშანი კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, გონებამახვილია, ძალიან ბევრი საინტერესო იდეების რეალიზაცია შეუძლია. უდაოდ პერიოდი არ არის ცუდი, მაგრამ გავითვალისწინოთ წყალქვეშა დინებები. რა არის ეს წყალქვეშა დინება, რომელიც შეიძლება ხელისშემშელი იყოს ამ პერიოდში? ეს არის თქვენი კონტროლი სხვათა მხრიდან გაძლიერებული. ვინ არის ეს სხვა? სხვა ეს არის მშობელი, ეს არის ხელმძღვანელი პირი და კოლეგა. აი აქედან მოდის ძალიან დიდი კონტროლი თქვენი მოქმედებისა. და ეს თქვენ არ მოგწონთ, ეს ღუდავს თქვენს თავისუფლებას, ამას თქვენ აპროტესტებთ, ეს თქვენ გაღიზიანებთ, რის შედეგად შეიძლება შეცდომებიც დაუშვათ. აი მთავარი ხელისშემშელი ფაქტორი ამ პერიოდში. ამიტომ მისმის რომ გინდათ ამ კონტროლიდან გამოხვიდეთ, მაგრამ თუ მაინდა მეცეთ ცდილობები გაქვთ, მეტი დიპლომატიით და არა სიხისტით და კონფლიქტით. აი ამას მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არ იყოს სერიოზული ხელისშემშელი ფაქტორი. გერჩხებებს რაც შეეხება, თუ თქვენ ძალაუფლების მატარებლები ხართ, არ გადაამეტოთ. ამის ტენდენცია გაქვთ მაღალი. და ამიტომ გავით ამ ხრივ ყურადღებით, ეს ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშელი ფაქტორია, იმიტომ რომ realობაში კვირა კარგია. თქვენ წყლის სტიქიის ნიშანი ხარ და უკვე გრძნობთ, რომ ზე გადადის უკვე ხვალიდან თევზების ზოდიაქო. შემდეგ ერგო ტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, შრომისუნარობა მატულობს, ინტუიცია იზრდება, განწყობა ნელ-ნელა ფსიქოემოციური სტაბილურობა თვალსაცემი იქნება. ანუ ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ წინ, ოღონდ წყალქვეშა დინებებს მიაქციეთ ყურადღება, რომელიც უკავშირდება პირობებში ძალაუფლების გადამეტებას, ცოტა მეტ სიჯუტეს, ხვისი რჩევის არმოსმენას, რის შედეგად შეიძლება ამ კვირაში შეცდომები დაუშვათ. აი ამ ტენდენციებს მიაქციეთ ყურადღება. ლომი იმპერატორთა ნიშანი. მთავარი პრობლემა აქ რა არის წყალქვეშა დინებიდან გამომდინარე. ძველი შეცდომების წამოწევა წინაპლანზე. აი მაგათაც თუ თქვენ რაღაცა არ გააკეთეთ თავის დროზე, ვალდებულება დაუშვათ ქონდათ შესრულებელი, არ გააკეთეთ რაღაც ვალი ქონდათ, ნუ არ დაისტუმრეთ, ან დაუშვათ არასწორად იმოქმედეთ შეცდომები დაუშვით, ხო? ანუ ცოტა ესეთი არასერიოზული დამოკიდებულება იყო ამ თუ იმ საკითხისადმი. აი ახლა იჩენს თავს. ზუსტად დაგიდგება წინ და ამიტომ პრეტენზიები სხვათა მხრიდან იქნება მაღალი და ყველა გაგახსენებთ, ამიტომ ამ თქვენს შეუსრულებელ ვალდებულებებს. ამიტომ კრიტიკის ქარცელში შეიძლება მოხდეთ. რაც არც ეძლობს არ უყურს, როგორც იმპერატორთა ნიშანს თუნდაც, ამიტომ ეს გამოიწვევს კონფლიქტებს, დაპირისპირებებს და უსიამოვნებებს და ეს არის მთავარი კონფრონტაციის ფაქტორი. თუ ამ ტენდენციებს გვერდსაული და არავითარი ვალდებულებები და შეუსრულებელი შეცდომები თუმეტეს არ ქონია წინა პერიოდში, მაშინ კვირა იქნება საკმაოდ სტაბილური და საკმაოდ კარგი და სხვა შორის ამშვენია პარტნიორული ურთიერთობა. რაც მეტად თქვენ შეინარჩუნებთ ჰარმონიულ, სტაბილურ გინდ ოჯახში, გინდ საქმიანი კუთხით სტაბილურ ურთიერთობებს პარტნიორს მით მეტად წახვალწინ და იქნება წარმატებული. სხვა შორის შემოქმედებით კუთხით პერიოდი კარგია. ნიჭი შემოქმედებითი დავუშვათ ხართ მსახიობი ან ხართ მხატვარი, აი შეიძლება ძალიან კარგად წარმოაჩინოთ ამ პერიოდში, თუნდაც მუსიკოსი კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება ქალწულს, ქალწულის მთავარი პრობლემა ამ წყალქვეშა დინებიდან გამომდინარე არის რა? პარტნიორები. თქვენ აპირებდით პარტნიორთან ერთად რაღაცის გაკეთებას ან პარტნიორს გარკვეული ვალდებულებები ქონდა შესრულებელი, მაგრამ აი სწორედ ეს არ გამოვა. რატო? პარტნიორი შეიძლება ავად გახდეს. შეიძლება სხვადასხვა პრობლემები შეექმნას, დაუშვათ ოჯახური, ფსიქოლოგიური და უბრალოდ ეს თქვენ შეიძლება აქ მოგიხდეთ ფსიქოთერაპევტის როლის შესრულება და პარტნიორის არა მარტო დამშვიდება და წნარება, არამედ მისი საქმის საკუთარ თავზე აღება. ამიტომ შეიძლება მოგიხდეთ ორმაგის სამუშაოს შესრულება. ამიტომ თქვენი გეგმები შეიძლება უკანა პლანზეც კი გადაიწიოს ამის შედეგად. ეხლა მთავარი არის რა?
არ გადაიღალოთ და არ მოწყდეთ ამის შედეგად. ესე კარგად გათვალეთ. თქვენი შესაძლებლობები და უკვე თქვენი და პარტნიორის ერთობლივი შესასრულებელი სამუშაო. რამდენად მიესადეგა და რამდენად გაკაჩავთ ამას, რომ გადაღლას არ კონდეს ადგილი და მე ამის შედეგად შეცდომები არ დაუშვათ დამატებით. ეს ტენდენციები აქ თავარი პრობლემური ხარ. თუ ამას გვერდსაული და ეს არ მოხდება თქვენ ცხოვრებაში, კვირა ექნება გაცილებით უკეთესი, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფსიქომოწურების ნიშანი უფრო სტაბილური ხდება, ამიტომ შესაძლებლობები იქნება დადებითი, მაგრამ ერთი რამ მინდა უთხრა ყველა ზოდიაქოს ნიშანს. პერიოდი, როცა არის გარდამავალი ნიშნავს რას? ეს ის პერიოდი, როდესაც ერთი ნიშანი გადადის მეორეში. ანუ ეხა მერწყული გადადის თევზებში, ხო? აი ეს გარდამავალი კვირა არ არის მსუბუქი. იმიტომ რომ იცვლება სტიქიები. ამ შემთხვევაში წყლის სტიქია ცვლის ჰაერის სტიქიას. ეს ცოტა მოქმედებს. ადამიანის ახმარეთად ქავწული, ხო? კი უჭებესდება, იგივე კუროსი, შრომის უნარიანობა, ნელ-ნელა ნებისყოფა მატულობს, მაგრამ პროცესი გადასვლის ადვილი არ არის. ამიტომ ამბობ, რომ მათ დაჭირდება 3-4, შეიძლება 5 დღეც, რომ ცოტა მეტად იქნონ ეს ენერგია. იმიტომ რომ შეიძლება აქ დაუშვათ კუდი მოექნიოს წინა ნიშანმა ან წინა სტიქიამ. ამისთვისაც იღებ მზად. ამიტომ ზოგჯერ მეუბნებია თქვენ თქვით, რომ კარგი პერიოდია, მაგრამ ამ დროს გავხდიავთ. აი ეს კუდის მოქნევა თან ახლა აცივდება, გავწულებო, კუროებო და მე თხის ქებო იღავით ყურადღებით. უცებთ შეიძლება თქვენ ახლა მოინდომოთ რა ხამე თქვი რომ დაუშვათ კარგი პერიოდია, გაიხადოთ, გაცივდეთ და მე ჩაწვეთ და თქვენ რომ მაგარელმა ესე თქვა და მე სუსაფანერად მომივიდა. მივხვდით, ამიტომ გარდამავალი პერიოდი გაერეთ, მაინც ცოტა თქვენ კი ენერგია გემატებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უცებ გაილაღოთ. მივხვდით? ეხლა კარგი სასტორს რაც შეეხება, სასტორის თავარი პრობლემა არის ფინანსური. ანუ ფინანსური ზედმეტი ხარჯი, წინასწარ-განმსაზღვრელი მათ შორის და მისი სურვილიც უბრალოდ ხარჯვისა. აი შეიძლება გახდეს აქ სერიოზული ფინანსური შესწავლების და უფლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ამიტომ ცოტა ფინანსებთან ეხავით ცოტა ყაერათიანად ხარჯვის კუთხით ეს ერთი, თორე წინასწარ-განმსაზღვრელი ხარჯი მაინც იქნება და ამის გარდა რაც შეიძლება კარგი ურთიერთობების შენარჩუნება სასკვარულო პარტნიორებთან და შვილებთან. ეს არის გარანტი თქვენი წარმატებებისა. ენერგოტონუსი ჯერ მაღალია, გონება მახვილობა, კომუნიკაცია, გავლენის საშუალება საკმაოდ კარგად წარმართოთ ურთიერთობები და პარტნიორული თანამშრომლობაც ჩამოაყალიბოთ, შემოქმედებითი კუთხით კარგად იმუშაოთ, რაც თორე ბევრი საქმე გექნებათ. აი ეს გაიძულებთ რომ გახდეთ უფრო ორგანიზებული და დისციპლინირებული. სხვანაირად გზნობთ რომ ვერ შეძლებთ ამ საქმეების წესრიგში მოყვანას და აი ეს შინაგანი დისციპლინა გავლენის საშუალებას რომ უკეთ აკონტროლოთ ყველა მოვლენა რომელიც ამ პერიოდში თქვენ ცხოვრებაში მოხდება და ეს ერთ-ერთი საწინდარია წარმატების. მორიელი გზნობთ რომ უკეთ წყლის სტიქია შემოდის, ამიტომ ენერგია ემატება, ჯანზეა, განწყობა უმჯობესდება, ბევრი სასიკეთო ცვლილებების შესაძლებლობა ეძლევა მას, მათ შორის სწორი არჩევანის გაკეთება ზოგიერთი იდეის რეალიზაცია, მაგრამ თავარი მისი პრობლემა წყალქვეშადინება რა არის? პარტნიორული ურთიერთობა, სადაც ურთიერთგაგება ჯერ კიდევ სუსტია. ამიტომ პარტნიორებთან მეტი დიპლომატია, მეტი თავდაჭერა გინდ ოჯახში, გინდ გარეთ დავშოთ საქმე ამ პარტნიორებთან ეს ერთი, რათა ზედმეტ სიხის თემა არჩინოს თავი და მეორე საყოფაცხოვო პრობლემების მაღალი ალბათობა. ანუ ამიტომ აქაც შეიძლება უცებ გაფუჭდეს სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, მშვიდად წყნარად მოაგვარეთეს ზედმეტი ემოციების და ექსცესების გარეშე და მაქსიმალური ყურადღება ასევე ახლობლებთან ურთიერთობას. აქაც არ მოხდეს ინტერესთა დაპირისპირება თქვენსა და მათ შორის, რათა ეს არ გადავიდეს კონფლიქტში. თუ ამ სფეროებს მოაწესრიგებთ, მაშინ კვირა იქნება საკმაოდ კარგი. შვილოსნისთვის კარგი კვირაა, იმიტომ რომ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, კონტაქტურია, ნამდვილი ლიდერი და ორგანიზატორია, ბევრი რამ გამოსდის გენერატორია, გადასწარო იდეებისა, მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, მგზავრობა მოგზაურობის დროა, მაგრამ სად არის წყალქვეშადინება? სულ სწრაფობასა და იმპულსურობაში. ეჩქარება ყველაფერი უნდა უცებ ეხლა და თან პატის საქმე ერთად, რის შედეგად შეცდომებს უშვებს. და ამის შედეგად შეიძლება მოხდეს კონტროლ ქვეშ სხვების მხრიდან და ქარცოცხლში, ასე ვთქვათ, კონფლიქტებისა და მათ შორის კრიტიკისა, რაც მას არ მოწონს. რაც შეიძლება გახდეს კონფლიქტების საბაბი. და კიდევ აქაც თქვენ გაქვთ ფეიკების, ან სხვების მხრიდან თქვენი მოტყუების, ან არასწორი ინფორმაციის მიღების ტენდენცია. ამიტომ აკონტროლეთ ინფორმაცია. რაც შეეხება ახლა თხის ქებო, ენერგოტონუსი უმჯობესდება თქვენი შრომის უნარიანობა ნებისყოფა მატულობს და შეიძლება მასწავლებლად დივიდენდებიც მიიღოთ ადრეული საქმეები და რაღაც მნიშვნელოვან პროექტებში ჩაერთოთ. ესეც გაუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. თავარი თქვენი პრობლემა წყალქვეშადინება არის ძალაუფლება.
თუ თქვენ ხართ მithumetas ძალაუფლების პირი, ზედმეტი სიჯულთა, ზედმეტი სიხისტე და არასწორად გადაცილება თქვენი ძალაუფლებრივი შესაძლებლობებისა, გახდება კონფლიქტების და საფასო რეაქციების მთავარი საწინდარი. მერწყულის ენერგოტონუსი ჯერ მაღალია, ჯერ შესაძლებლობები, მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი, საინტერესო იდეები, პარტნიორული თანამშრომლობა, ბევრი სხვა კარგი ტენდენციები ხელს შეუწყობენ თქვენს წინსვლას განვითარებას. მაგრამ გაქვთ კალთქუშადინებები რა. გრძნობთ, რომ ზოგიერთი ადამიანის მხრიდან თქვენი, ასე ვთქვათ, კონტროლის ტენდენცია ძლიერდება. ანუ ეს აფერხებს და კეტავს თქვენს თავისუფლებას. აი თქვენ გინდათ ამ თავისუფლების მოპოვება და როგორმე აი ამ ზეწოლისგან გამოსვლა. თავარია რა ფორმით. თუ თქვენ ამას კონფლიქტში გადაიყვანთ და თუ აქ არადიპლომატიურად იმოქმედებთ, ეს მერე გაცილებით უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს. ამიტომ ეს პროცესი თავისუფლების შენარჩუნებისა ეცადეთ, რომ ცოტა დიპლომატიურად განახორციელოთ, რომ ამას არ მოყვეს თავარი პრობლემები და ამა მერე ფსიქოლოგიური სირთულეები არ შექმნას. და ამის გარდა თქვენს გაქვთ გარკვეული საყოფაცქურო პრობლემების წარმოქმნის შესაძლებლობა. ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად სერიოზული, შეიძლება ამის შედეგად ზოგიერთ თქვენთაგანს მოუხდეს საერთოდ ბინის შეცვლა. ეს ტენდენციაც არის, აუცილებლობა არა. და თევზებს რაც შეეხება მთავარი ფავორიტი ამ პერიოდისა, ხამზე გადადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ნელ-ნელა მატულობს ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა, განწყობა, ფსიქოემოციური სტაბილურობა, შემოქმედებითი შესაძლებლობები. ანუ თევზებო, თქვენი დროა, დიდხანს ელოდით, აი ახლა მთელი თვე გაქვთ წინ, ოღონდ ჯერ ამ კვირაში ცოტა ფრთხილად. ფარუმტრებს არ ძინავთ, ჭორები ინტრიგები ჯერ კიდევ მოქმედებენ თქვენ ზურს უკან, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან. კონტროლის პირობებით გავიაროთ ეს პერიოდი, მაგრამ უკვე დავასახოთ ახალი საქმეები, იდეები და წავიდეთ წინ. ეს მოკლე ინფორმაცია ამ კვირისა. დიდი მადლობა. მე მგონი მე-12 ნიშანში გადადის, ხო? და ციკლი სრულდება რაღაცნაირად. თევზები ზოდიაქო, თევზები ხო დამაგვირგვინებელ როლს ასრულებს და კვლავ პირველ ნიშანში შემდეგ ვერტში და კვლავ განახლება. სხვათა შორის თევზები ხელს უწყობს ასევე დავუშვათ ადრეული საქმეები იყო ხო, პროექტები ან თუნდაც ურთიერთობები და თქვენ გინდოდა დიდი ხანი ამის დასრულება. აი როგორც მე-12 დამაგვირგვინებელი ნიშანი ხელს უწყობს იდეის, პროექტის ან ურთიერთობების კარგად მათ შორის ლამაზად დაგვირგვინებას. კი ბატონო, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ეს უკვე იცით, წარმატებული, გამოიყენეთ ეს ინფორმაცია დანიშნულებისამებრ და ჩვენ ამ ფორმატში ერთმანეთს უკვე მომდევნო ორ შაბათს შევხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის.